Ევროპაში სტრუქტურული ცვლილებები ანონსდება, იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს და უქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო. რაც შეეხება სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს, რომელსაც 30 აპრილიდან ამ დრომდე ასევე მამუკა მდინარაძე იკავებდა, ეს თანამდებობა გაუქმდება. რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი კი ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილედ გადაინაცვლებს. დადია ტაბეშაძე ესწრებოდა პრემიერის ბრიფინგს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. თათია, საინტერესოა რა არგუმენტებით ხსნის ირაკლი კობახიძე დაანონსებულ ცვლილებებს. რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება ეს არის ის მთავარი მიზეზი და მიზანი, რომელიც თავად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაასახელა საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში მიმდინარე ცვლილებების საფუძვლად, როგორც ჩვენ დღევანდელი ბრიფინგიდან შევიტყვეთ, იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს მამუკა მდინარაძე, თუმცა იქვე აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომ ახალი სტრუქტურული ერთეული დანიშნულებას უკარგავს რეგიონული განვითარების სამინისტროს და აი ამ მიზეზით უკვე სამინისტრო გაუქმდება, რაც შეეხება სამინისტროს ამჟამინდელ ხელმძღვანელს კახა გულედანს, ის გადაინაცვლებს ინფრასტრუქტურის სამინისტროში და პირველი მოადგილის თანამდებობას შეითავსებს. მას მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძემ რეგიონული განვითარების სამინისტროში გაწეული საქმიანობისთვის, თავად მამუკა მდინარაძის დახასიათებისას კი აღნიშნა, რომ მას აქვს დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილება და ის არის კარგი შესაბამისი პოლიტიკოსი ახალი თანამდებობისთვის. რაც შეეხება კიდევ ერთ დეტალს, თავად მამუკა მდინარაძის იმ თანამდებობასთან დაკავშირებით, რომელსაც ის ამ დრომდე ითავსებდა, მაყურებელს ვეტყვი, რომ ის კვლავაც დარჩება ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, თუმცა ბუნებრივია, რომ აღარ დაიკავებს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას და მეტიც აქვე ვეტყვი მაყურებელს, რომ აღნიშნული აპარატი გაუქმდება. მაყურებელს ვეტყვი იმასაც, რომ ზოგადად ასეთი ცვლილებები, როდესაც იქნება უწყება, ან ხდება მისი გაუქმება, საჭიროებს საკანონმდებლო დონეზე ცვლილებებს და იქიდან გამომდინარე, რომ ახლა საქართველოს პარლამენტი ისვენებს, ძალაში ბუნებრივია, რომ ეს ცვლილებები ვერ შევა და ამას უკვე პარლამენტი განიხილავს სექტემბრის პირველ კვირაში, როდესაც ის გაიხსნება საშემოდგომო სესიაზე. დღეს მამუკა მდინარაძემ ახალ თანამდებობაზე წარდგენისას აღნიშნა, რომ ეს მისთვის არის ერთდროულად პატივიც და გამოწვევაც. საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელიც კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ მამუკა მდინარაძემ დაიკავა სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, სადაც მან უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის სისტემის ჩამოყალიბებაში. ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო გვაძლევს შეასრულებას სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე უზრუნველყოფთ. დღეს სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და ამოცანაა რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება. სახელმწიფო მინისტრი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში პასუხისმგებელი იქნება რეგიონებში მართვის ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე. სწორედ ამ მისიის განსაკუთრებული დატვირთვიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე. რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების პირობებში არსებითად დანიშნულებას კარგავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და ის შესაბამისად სექტემბერში გაუქმდება. რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი ბატონი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. მადლობა მინდა გადავუხადო კახა გულედანს მინისტრის პოზიციაზე გაწეული უაღრესად მაღალპროფესიონალური და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის. ვინაიდან სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება კანონის მიღებას საჭიროებს, ამ თანამდებობის შექმნამდე სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება. მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს მომდევნო საპარლამენტო სესიის პირველივე კვირაში დაჩქარებული წესით მიიღოს კანონების პაკეტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის ცვლილების შესახებ. მამუკა მდინარაძის უსურვებ წარმატებებს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება დღეს არის სახელმწიფოს საგანგებო მნიშვნელობის ამოცანა, რომლის შესრულება მამუკა მდინარაძეს როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილების მქონე პოლიტიკოს ყველაზე უკეთ შეუძლია. დიდი მადლობა.
დიდი მადლობა ბატონო პრემიერო, მოგესალმებით. პატივია ერთი მხრივ, მეორე მხრივ გამოწვევა ძალიან დიდი. მე მინდა მადლობა გადაუხადო იმ ხალხს, იმ გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიმუშავე. ძალიან გულწრფელად გეტყვით, რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე. დიდი მადლობა გამოწვევა მიღებულია ბატონო პრემიერო. რეგიონები დღეს ჩვენთვის ბევრი გვისაუბრია ამაზე, არა მხოლოდ ჟურნალისტებთან, საზოგადოებასთან, ჩვენ გუნდშიც, პრემიერთან, სხვა მინისტრებთან არის განსაკუთრებული პრიორიტეტი და გამოწვევას ვარქვენ მე ამიტომ, არა მხოლოდ ამიტომ, იმიტომაც რომ ამ მიმართულების გაძლიერება ერთი მხრივ პასუხისმგებლობაა ძალიან დიდი. გამოწვევასთან ერთად ასევე არის ერთი ძალიან კარგი მიზანი საიმისოდ, რომ ჩვენს რეგიონებში კიდევ უფრო სწრაფად თუ რამე მიზანი გვაქვს დასახული, აღვასრულოთ, შევასრულოთ, მართვა იყოს ეფექტიანი, რაც შეიძლება და ამ გამოწვევის გამკვლევასთან ბრძოლაში, ასე ვთქვათ, მე შევეცდები მთელი ჩემი გამოცდილება მოვახმარო ჩემს გუნდს და ჩემს ქვეყანას. რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოფიციალურად შეიქმნება სექტემბერში, მაშინ როდესაც მუშაობას განაახლებს საქართველოს პარლამენტი და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს განახორციელებს, მანამდე კი მამუკა მდინარაძე შეითავსებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას და უკვე სექტემბერში გაუქმდება უშუალოდ აღნიშნული უწყება. მადლობა. მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებები იგეგმება. თათია ტაბეშაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.